პირველი წირვა მახათას მთაზე მართალი ევერის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ღვთისმსახურება დღეს პირველად კათოლიკოს პატრიარქმა აღავლინა. მრევლმა სასწაულმოქმედი ხატის მოილოცა, რომელსაც ცოტა ხანში ავჭალაში იოანე ნათლისმცემლის დედათა მონასტერში გადააბრძანებენ. დღეიდან კი ღვთისმშობლის თაყვანისცემის კვირეული აღინიშნება. მახათას მთაზე მორწმუნეებმა შეკრება გამთენიისას დაიწყეს. მრევლი მშენებარე ტაძარში პირველი ღვთისმსახურების დაწყებას რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდა. ეს იყო ერთადერთი გზა, რომელსაც მოქალაქეები ტაძრამდე მიყავდა. ყველა სხვა სახის მისასვლელი ხალხის სიმრავლის გამო გადაიკეტა. დილოცავთ უყოლა დღევანდელ დღეს. ეს ის ტაძარია, რომელსაც მთელი საქართველო თითოეულ არის შესაძლებელი დაჭერით, ყველა თანაბრად. პირველი წირვა აღესრულა დღეს აქ და დაემთხვა ღვთისწყალობით, რომ ივერის ღვთისმშობლის რომ მდინარე ხატი არის ჩაუმზანებული. წირვის დაწყებამდე ტაძარში ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი მიაბრძანეს. მორწმუნეები ამბობდნენ, რომ ხატთან მიახლოვება მათთვის დიდი მადლია. სიწმინდის მოსალოცად ტაძარში ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. Მა დიდი მადლი მოგცა ამ ხატის ჩამობრძანებით. იმხელა მადლი არის ყოველი ქართველისადმი, ყოველი ქართველი უნდა ემთხვიოს და თვითონ ამ ტაძარში რომ ხდება ეს ყველაფერი, ეს ჩვენთვის არის ძალიან დიდი მადლი და ყველა ჩვენი პატრიარქის მადლობელები უნდა ვიყოთ. მერთმა დაგლოცოს ყოველი ქართველი. ღვთისმშობლის ხატი ამერიკიდან საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოაბრძანეს. სიწმინდემ ჩრდილოეთ ამერიკა პირველად დატოვა. ხატი 10 დღის განმავლობაში ქვეყნის სხვადასხვა ტაძარში დაბრძანდება. ღვთისმსახურება ტაძარში ღია ცის ქვეშ 9 საათზე დაიწყო. წირვის დასრულების შემდეგ კი პატრიარქმა პარაკლისი გადაიხადა და მრევლს ქადაგებით მიმართა. ეს წმინდა ლავრა, რომელიც შენდება წმინდა ადგილზე, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ჩვენ იმის შესახებ, თუ ვინ ვართ ჩვენ, რამდენად დიდია მოწყალება ჩვენზე და რამდენად დიდია პასუხისმგებლობა ჩვენი ღვთის წინაშე და ჩვენი ერის წინაშე. ღვთისმშობლის თაყვანისცემა მართლმადიდებელ ეკლესიაში. ამ თემაზე დღეს მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმზეც ისაუბრეს. ამას გარდა სამთავრობო და სასულიერო პირებმა ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობებიც განიხილეს. საქართველოს გადარჩენაში, მის სულიერ განმტკიცებაში სრულიად განსაკუთრებული როლი მიუძღვის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო ჩვენი ერის სულიერების დასაყრდენი. და ამ მისიას დღესაც ჩაუხმელად ემსახურება ჩვენი დედა ეკლესია. სახელმწიფოს არა აქვს უფლება ჩაერიოს ეკლესიის საქმიანობაში. ხოლო ეკლესიას უფლება კი არა, ვალდებულება აქვს ჩაერიოს საზოგადოების ცხოვრებაში, მათ შორის სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. ცხადია ჩაერიოს კანონის და ზნეობის ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სახელმწიფოს და მართლმადიდებელ ეკლესიას უმდიდრესი ისტორიული გამოცდილება აქვს არსებობის, ჩვენ ორივეს გვაკლია ერთი რამ, ერთმანეთთან ცივილური ურთიერთობის გამოცდილება. პოლიტიკოსები დღეს მახათას მთაზეც იმყოფებოდნენ. მოქმედ და ყოფილ პრემიერთან ერთად ტაძარში ოცნების მერობის კანდიდატი და პოლიტიკური ოპონენტებიც მივიდნენ.